ბოლო 2 დღეა მელიქიშვილზე ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ დანაშაულში მონაწილე ტიტუშკები უკვე ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიან აქტივისტებს, აგინებენ და მკვლელობით ემუქრებიან. ერთ-ერთია ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ტიტუშკა საბა მინდიაშვილი. ის აქციის მონაწილე კახა ოღაძეს დაემუქრა. ჯერ მოვისმინოთ ხმოვანი შეტყობინება, შემდეგ კი ჩვენ სტუდიაში ამ გზავნილის ადრესაც გავესაუბრებით. Именно შენ გამზრდილს მე შენ გამზრდილს რიკბილებში მე აი ეს არის ერთი მხრივ ფიზიკური ძალადობა და ესეთი პატარა ფრაგმენტია ხო? პატარა ფრაგმენტი ხო კი და ეს ტიტუშკა არ არის ერთადერთი, ის არ არის გამონაკლისი, ვინც ასეთ ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა აქციის მონაწილეებს და ერთ-ერთი ჩვენი სტუმარია ნინო წარადგენს მას. კახა ოღაძე მინდა წარმოგიდგინოთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მადლობა მას სტუდიაში მობრძანებისთვის, გმადლობთ ბატონო, მობრძანდით თუ შეიძლება. მოგვიყევით აი ამ ისტორიის შესახებ. თქვენ ხართ ერთ-ერთი დიდი მონაწილე საპროტესტო აქციების და თქვენ იღებთ ამ ტიპის შეტყობინებას. რატომ ხართ გამორჩეული აი ამ ზონდერ ჯგუფების მხრიდან? არ ვიცი რამ გამოიწვია ეს გამორჩეულობა, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. უბრალოდ ის რაც ხდება ქვეყანაში ეს არის ყოვლა დაუტანელი, იმიტომ რომ მე პედაგოგი გახლავართ, ორი შვილის მამა ვარ და ის ყველაფერი რაც აი ეს ამხელა აგრესია რაც მოდის ხელისუფლების მხრიდან, ხო? ეს არის ძალიან დამთრგუნველი, მაგრამ ამ დათრგუნვის მიუხედავად ის ძალიან დიდ ძალებს იკრებს თითოეული ადამიანი, მათ შორის მეც, ნამდვილად ეს პრინციპული ბრძოლაა და ამ ბრძოლას აუცილებლად ქართული საზოგადოება მოიგებს და ეს გამოხტომები მათი მხრიდან არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად, ხო? ეს საბა მინდიაშვილი იქნება თუ სხვა სახელი და გვარი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს აგრესია მოდის ხელისუფლებისგან და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების შემოტანას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გამოუვა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის აი ეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფები და მარტო ეს ორი პირი კი არ არის დამნაშავე, ვინც გამოავლინა ეგრეთ წოდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ მთელი აი ჩამონათვალი იყო თქვენს გადაცემაშიც და არა მხოლოდ ისინი, ყველა უნდა დაისაჯონ და ყველამ უნდა აგოს სამართლებრივად პასუხი აუცილებლად კანონის წინაშე. არა იმ კანონის წინაშე, რომელსაც ისინი აპელირებენ, რომ თითქოს კანონი მხოლოდ ერთი მხრისთვის მოქმედებს, არა. კანონმა უნდა იმოქმედოს ყველასთვის თანაბრად. ეს საბა მინდიაშვილი ნამდვილი ადამიანია. კი ბატონო, საბა მინდიაშვილისგან მიიღე ეს და თქვენ იცნობდით მას? არა, არ ვიცნობდი, შემოვიდა ეს შეტყობინება და გავხსენიდა საშინელი, რა ვიცი, გინების კორიანტები. რამდენი შეტყობინება იყო ეგრეთ წოდებული? ერთი შეტყობინება, მე მალევე ხედავთ ეთერში მას. კი ბატონო, ეს ბიჭი მალევე დავბლოკე, იმიტომ რომ მე, რა ვიცი, ჩემთვის მიუღებელი ახლა პოლემიკაში შესვლა, აი ამ მართლაც ცხოველ ადამიანთან, არ ვიცი, მე ამას ვერ უწოდებ ადამიანს, უბრალოდ ისეთი ლექსიკით მიმართავს ის ადამიანს. ახლა ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება რომ ვიცოდეთ ვიზია საუბარი. ისინი ყველანი არიან გაშიფრულნი, იდენტიფიცირებულნი, ვიზუალურად ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი. ეს როგორც დღეს მას უწოდა კალაძის შტაბის უფროსმა, ეს ერთ-ერთი ჯარისკაცი ვაშკაცურად შეუვარდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს და აგინა მას და დაემუქრა. ეს არის მუქარა, ხო? ეს არის მუქარა, რომ თქვენ ვეღარ გაბედოთ შემდეგ, დაფიქრდეთ სულ ცოტა, როდესაც გადიხართ აქციებზე, აქტივობისკენ გაქვთ რაღაცა განწყობები და უცებ შეიძლება დაფიქრდეთ, რომ აი
ამ კაცმა რომ მომწერა ხომ არ შევიკავო თავი. ეგ პრობლემა ნამდვილად არ არის. აი რას აღწევენ ამით? მოდით ამაზეც ვისაუბროთ. ამით ისინი ვერაფერს ვერ აღწევენ. ამით შეიძლება თავიდან პირველ ეტაპზე რაღაცისთვის მიეღწიეთ, მაგრამ ეხლა ისეთ კონდიციაშია უკვე ეს ბრძოლა და ისეთი მუხტია საზოგადოებაში, რომ გამორიცხულია ამის გაჩერება რა, იმიტომ რომ მე პირადად პედაგოგი გახლავართ, ჩემს გარშემო სიტუაცია კარდინალურად იცვლება, ჩემს სამსახურიდან გამომდინარე, ადრე თუ ვინმე იკავებდა თავს პოზიციების გამოხატვისგან, დღეს ყველა ღიად გამოხატავს. ამას მე ვამჩნევ და ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემს მოსწავლეებს ხედავ, ჩემს გვერდზე აქციაზე მდგომარებს და აი ამ ყველაფრის დიდი იმედი მაქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება და ის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რასაც აი ეს მოღალატე ხელისუფლება აკეთებს, ეს რუსული ხელისუფლება აკეთებს, დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ქვეყანაში. თქვენ როცა ბრძანებთ რომ განწყობები იცვლება, თქვენ ალბათ გაქვთ ამის საფუძველი, ეს განწყობები განსაკუთრებით რთულია ხო მასწავლებლებში, რომლებსაც იყენებს დიდწილად, არა ყველას რა თქმა უნდა, მაგრამ ნაწილს შესაძლოა საკმაოდ სოლიდურ ნაწილს განსაკუთრებით რეგიონებშიც დასაყრდენად სხვადასხვა დროს რეჟიმი და სამწუხაროდ მასწავლებლები არიან ხოლმე განსაკუთრებით აქტიურები ასევე სოცქსელებში, როდესაც დასაცავია რაღაცა მსგავსი პოზიციები ქართული ოცნების მით უმეტეს აი ძალადობრივიც ხშირ შემთხვევაში არის ამ კომუნაში გარდატეხა თქვენ ამას ამბობთ? მე ვფიქრობ რომ არის და მე ვფიქრობ არა მხოლოდ ჩემს გარშემო, ჩემ კოლეგებში, არამედ მე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავდივარ, მე მოგზაურობ ზაფხულობით სამთო გიდი გახლავართ და მე ვხვდები ადგილობრივ მოსახლეობას და უყურებ რა როგორი იცვლება სიტუაცია. აი მაგალითად ჩემი ახლობლები, მაგალითად დღეს მე მეუბნებიან რომ აი მე შეიძლება საჯაროდ რაღაცნაირად ვიკავებ თავს პოზიციის გამოხატვისგან, მაგრამ მე შენს გვერდით ვარ კახა და მე ყოველთვის შენს მხარეს დავიჭერ, იმიტომ რომ ის პოზიცია არის მართალი და ისინი ხვდებიან, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დიდ აგრესიასთან, რომელიც მოდის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ რუსული ხელისუფლების მხრიდან. და ბატონ კახა, ვიდრე დაგემშვიდობებით, აი მინდა რომ ახლა ამ კაცის ფოტო გვაქვს ხშირ-ხშირად, კახა კალაძის, რომელსაც უნდა რომ იმ ქალაქის მერი კიდევ ერთხელ გახდეს, რომელიც ცხოვრების თქვენს ბრძანდებით. თქვენ გაქვთ სრული უფლება, სრული აბსოლუტურად გახსნილი შესაძლებლობა, ახლა მას უთხრათ სათქმელი, რა იმსახურებს თუ არა თქვენი ერთი მასწავლებლის ხმას. დიახ, უბრალოდ მე კახა კალაძეს ვეთქვი, რომ მე მრცხვენია მისი მხრიდან, იმიტომ რომ მე ჩემს მოსწავლეებთან რომ მივდივარ, ჩემს შვილებთან რომ მივდივარ, მე მრცხვენია იმ საქმეებისა, რასაც ეს ადამიანი აკეთებს. იმიტომ რომ მისი საქმეები არის ყოვლად შემარცხვენელი თითოეული ქართველისა, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. აი რაც აი ეს კორუმპირებული ადამიანი აკეთებს. ყოველივე არის სამარცხვინო და ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება რა. აუცილებლად დასრულდება, იმიტომ რომ ამის არგუმენტები საკმარისზე მეტი გვაქვს, უბრალოდ საეთერო დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას, თორე ბევრ არგუმენტს მოვიყვანდი კიდევ იმისთვის, რომ ეს ადამიანი რა თქმა უნდა ჩამოშორდეს საბოლოოდ ხელისუფლებაში. კახა ოღაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში, ის გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.